მე ვარ ნინი კონცელიძე 8 წლის. ვსწავლობ მეგა სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ცეკვა და ხატვა. უფრო მიყვარს ცეკვა. უკვე 2 წელია ვცეკვავ მთაწმინდაში. მახსოვს პირველი დღე ცეკვაზე რომ მივედი და ცოტას ნერვიულობდი. იმიტომ ნერვიულობდი, მხოლოდ 2 გოგოს ვიცნობდი. მერე ბევრი მეგობარი გავიჩინე და მასწავლებელიც გავიცანი. ჩემი ქორეოგრაფია არის ლელა მასწავლებელი. ის არის ლამაზი, ძალიან კარგი მასწავლებელი. ტკბილი არ ყვირის, ბავშვებს კარგად ასწავლის და ასე შემდეგ. თავიდან ყველაზე უფრო გამიჭირდა ტრიალი. ყველაზე ადვილი იყო ახალი ლეთის სწავლა. ჩემი საყვარელი ცეკვა არის რაჭული. საყვარელი ლეთი არის ეს. კონცერტი ჯერ არ მქონია და მალე მექნება. მე ვიყავი ბაკურიანში და წელს უნდა წავიდე იტალიაში. 10 დღე ვიყავი ბაკურიანში და ძალიან კარგი იყო. კარგადაც გავერთე და კარგადაც დავისვენეთ. მე მინდა ახლა რომ ცეკვავ დარბაზში მაგ მომწონ ძალიან ეგ დარბაზი და მინდა მაგ კონდეს. კონცერტი. მაგ კონცერტზე მინდა მეცვას გრძელი კაბა, ცისფერი და ცოტა ლურჯი შერეული. მე ვარ ლამაზი გოგო და ჩაცმა ძალიან მიხდება. რა ლამაზი გოგო ხარ, ყველაზე ხშირად მეუნება მამიკო. სახში ვცხოვრობ მე, მამა, დედა, ჩემი ძმა 2 და მე ბებია და ბაბუა. კიდე მინდა მყავდეს 1 ძმა და 3 და. ჩემი ძმა არის 12 წლის და ქვია დათუნა. ის არის მხიარული, ზარმაცი, ჭკვიანი, დამჯერი, ყველაფრის შემსრულებელი. და არ დამავიწყდეს ზოგჯერ ნერვების მომშლელი. ნერვებს მიშლის, როცა დრამეს ვაკეთებ და მოვა ჩემთან და დამიწყებს რაღაცებს ნერვების მოშლას. და ხან წამიყვენ წამოვითამაშოთო და მიკბელს. ჩემი აზრით დათუნა რო გაიზრდება, გამოვა ფეხბურთელი. მეორე ძმა არის 4 დღის და ჰქვია დამიანე. ის არის წუწუნა, მჭამელი, ძინარე სულ, კიდე არის სულ რო ცანცარებს და დამჯერი. დამიანე გამოვა ალბათ მხატვარი. ხატვა მე ძალიან მიყვარს და ჩემით ვისწავლე. მე ვიცი გოგონას ხატვა, ხელის ხატვა, მზის ხატვა, ღრუბლების ხატვა, დედის ხატვა. კიდე ვიცი ქვეყნის დედამიწის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერი არის ლურჯი და არ მიყვარს ვარდისფერი. იმიტომ არ მიყვარს ვარდისფერი, რომ რაღაცნაირი ესეთი ფერია რა, აღარ მიყვარს. ადრე ძალიან მიყვარდა და ახლა გადამიყვარდა. მე რო ვხატავ ჩემ ნახატებს, დედიკოს ვაჩუქნი. ხან ლელა მასწავლებელს. ამიტომ ვერ ვახერხებ მათ შეგროვებას. კიდველი რომ მყავდეს, ნახატებს გავყიდდი 30 ლარში. მე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბევრი ფული მქონია 150 ლარი. საიდან მქონდა და მამიკოს რო ყავს დაპატიჟებული რესტორანში ძმაკაცები, ხანდახან მივდივარ მე მამიკოს ვეუბნები, კოკა-კოლა მინდა და მაძლევენ ფულს. მეც და მამიკოსაც ყავს ძალიან კარგი მეგობრები. მეგობრობა არის, რომ მეგობარი წაიქცევა, უნდა ააყენო, რომ რამე შეეშლება, უნდა დაეხმარო, რომ რამე ტკივა, უნდა დაეხმარო, რომ გამოკეთდეს, რომ ყელი ტკივა უნდა მიუტანო წამალი. თუ არა და წყალი უნდა მიუტანო, რომ შეიძლება გამოჯამთელდეს. მე ახლა მყავს 67 მეგობარი და მინდა მყავდეს 76 მეგობარი. მამიკო არის დამჯერი, ძალიან კარგი, რომ გიყიდის ყველაფერს, რომ შეგისრულებს, რომ გაგიკეთებს, რომ ყველაფერს ეტყვი ან წაგიყვანს, გიყიდის და ასე შემდეგ. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის მზრუნველი, ლამაზი, თბილი, ჭკვიანი, ყველაზე ლამაზი ქვეყნად მშვენიერი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო მთელ სოფლიოში. ახლა მინდა ვიყო 14 წლის, იმიტომ რომ ჩემი ძმა გაიზრდება და მინდა მოუვარო. ჩემი სკოლა ძალიან მიყვარს
იმიტომ რომ კლასელები მყავს ძალიან კარგი, მეგობრული და მასწავლებელი ძალიან კარგად გვასწავლის. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის ემილი დიასამიძე. ყველაზე ჭკვიანი არის ლიზი ლაზაშვილი. ყველაზე მშვიდია დანიელ ფირცხალავა. ყველაზე ცელქია კოსტა ბაზიაშვილი. მე ვარ ყველაზე ლამაზი, პრანჭია, კეთილი, მასწავლებელს ვუჯერებ და არ ვცელქეობ. ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელი არის თაკო მასწავლებელი. იმიტომ რომ მეხუტება ლამაზია, ცუდ რაღაცებს არ გვიწერს, რომ არ ვიცით რაღაცები გვეხმარება და კიდევ ჩვენ რო რამეს დავაშავებთ, არ გვიყვირის წყნარად გვეუბნება. მე რო გამიზრდები, მინდა გამოვიდე მოცეკვავე. თუ მე მოცეკვავე ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ ექიმი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ყველაზე კარგი მოცეკვავე გავხდებოდი. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი საფრანგეთში. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის ჩოქმებიანი კატა. პრინცესებიდან მე ვგავარ რაპუნცელს. ბავშვობაში მინდოდა რომ გავხდარიყავი რაპუნცელი, მაგრამ 5 წლის რო გავხდი, გადავიფიქრე რომ აღარ გამოსულიყავი. იმიტომ რომ რაპუნცელი აღარ მომწონდა, სტიჩი შემიყვარდა. მე ასევე მიყვარს ფილმების ყურება. სათაური არ მახსოვს, მაგრამ მოკლედ მოგიყვებით. ყველასაც ვიათ ის პირსახოცის ვითროა, ხალათია წვია და სასაცილოა ცოტა რა იქ არიან და რო ჩხუბი რო დაიწყეს, აიღეს ერთი კაცი უყურებდა კომპიუტერზე, მე აიღეს კომპიუტერი დაუგდეს ძირს და ადგენენ და ხალათი გაუძრო. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ნინი რო არ მერკვას რა მერქმეოდა? მე ნინი დამერქვა დედიკომ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ნინი რო არ მერკვას, მერქმევოდა ემილი. ჩემ შვილებს დავარქმევ ლუის და ბარბარეს. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარი არის iPhone 17 Pro Max. ბედნიერება არის დედიკო ჩახუტება, მამიკო ჩახუტება, ოჯახი, ჩემი ძმა, ბედნიერება, რომ ყიდვა, ყველაფერი არის ეს ბედნიერება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.